საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღეს კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი ანსამბლ ერქვანის 25 წლის თავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტს მასპინძლობს. დიახ, ეს ისტორია 25 წლის წინ დაიწყო. 2001 წელს ლოტბარ კახაბერ-შაქიშვილის ხელმძღვანელობით ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის ბაზაზე შეიქმნა ფოლკლორული ანსამბლი ერქვანი. დღეს მას არა მხოლოდ საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ. ამ 25 წლის მანძილზე ერქვანმა ქართული მუსიკალური ფოლკლორი მრავალჯერ წარუდგინა უცხოელ მსმენელს. მრავალჯერ უთხრა, რომ ტრადიციული მრავალხმიანობის ქვეყნიდან არის. დღეს ანსამბლის 25 წლის იუბილეზე ამ სცენაზე იმღერებს მისი ყველა თაობა. მე მქონდა პატივი ამ დარბაზში მსმენელისთვის წარმედგინა 10, 15, 20 წლის ანსამბლი და ასეა 25 წლის იუბილეზეც. მაშ ასე. თქვენს წინაშია 25 წლის ფოლკლორული ანსამბლი ერქვანი, ხელმძღვანელი კახაბერ-შაქიშვილი. ესეც ტრადიციაა ჩვენთვის, მამა ირაკლის შვილი ერქვანში იზრდება, ჩვენს ყველა საიუბილეო კონცერტს გვილოცავენ. მოძღვრები, გთხოვთ მამაო. დამეთანხმებით, ძალიან დიდი ბედნიერება და დიდი პატივია ისეთი ქვეყნის შვილობა, სადაც ისეთი ხალხი ცხოვრობს, რომლებმაც აგერუგე 21 საუკუნეა ერთი ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს და არასოდეს აღარ უარყვეს და არ უღალატეს მას. სადაც ისეთი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც განსაკუთრებულად ნიჭიერები, მოსიყვარულენი და ერთგულები არიან. და სადაც ისე მღერიან, როგორც მღერის ანსამბლი ერქვანი. ძალიან ბევრი იშრომა ბატონმა კახაბერ-შაქიშვილმა, რომ აქამდე მოსულიყო ეს ანსამბლი, არაერთი თაობა უკვე გამოუშვა და ჩვენ ყველანი ვნახავთ იმ დიდი შრომის შედეგს, რასაც 25 წელიწადი მუხჩა უხრელა თავად ემსახურებოდა ხსენებული ჩვენი საყვარელი ლოტბარი ბატონი კახაბერი და ლოცავ ანსამბლ ერქვანს წარმატებებს უსურვებ და ღმერთმა ენებოს 100 წლის თავით ერთად გვეზეიმოს და თქვენი წარმატებების ყოფილიყოს ეს წელიწადი. ერთმა დაგლოცო და იხარე და იბედნიერი. ამ 25 წლის მანძილზე იყო მრავალი წარმატება საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ერქვანი არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი და მთავარი პრიზის მფლობელია. 2002 წელი ფესტივალი მომავლის ხმები, 2008 წელი ფესტივალი პოკროვის ზარები, 2009 წელი თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ფესტივალი ეროვნული საგანძური. 2011 წელს ერქვანი თბილისის საკრებულომ დააჯილდოვა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამართული კონცერტებისთვის. საქართველოს საპატრიარქოსგან გადაეცა დიპლომი როგორც
ქართული კულტურის დესპანს. საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები, ვოკალურ-საკრავიერი მუსიკა, ყველა კილოს საგალობლები, ქალაქური ფოლკლორი. ეს ერქვანის რეპერტუარია. ის რომ საშემსრულებლო ოსტატობასთან ერთად ჟანრობრივი მრავალმხრივობითაც გამოირჩევა, ამაში მრავალჯერ დავწმუნდებით ამ საიუბილეო კონცერტზეც. შენი ქმარი დევნახენა ნაიდა ჯინველო ნაიდა ირაბლა ყვირა მე აბონა ნაიდა ჯინველო ნაიდა
ნახშირად ერთხელ მოვა შეთანრიდი დაგიჯდება ძალზე ძირი კარგად თუ არ გაუფრთხილდი დაგიჯდება ძალზე ძირი კარგად თუ არ გაუფრთხილდი ზავალ დაბრუნდება აკიზია მედადრიდი დაგიჯდება ძალზე ძირი კარგად თუ არ გაუფრთხილდი ზავალ დაბრუნდება აკიზია მედადრიდი სიყვარულზე რა გელაპარაკო დამარჯობა შემოთობილი საკალაკო ყველასათვის ლეგენდა ვადარაკო დამარჯობა შემოთობილი საკალაკო სიყვარული არ იქნება ზავა და როგორც მოვა ისე ზავა თავის თავა და არაზე მეტი ეკლები აქვს ლამაზებს თილად იყავა მეგობარო თილადა თორემ ერთი გაღიმება იცოდე დაგიჯდება ძვირადა სიყვარული არ იქნება ზავა და როგორც მოვა ისე ზავა თავის თავა და სიყვარული არ იქნება ზავა და როგორც მოვა ისე ზავა თავის თავა და ხوارე ამასლას რომ დაპირებს ბადით ჩავყები მემკვრის ნაპირებს ლოგოჯანარი მურუზა გალმახი უკვე გასამდა ექვსი თაბახი ნარარირაია მადარირო ნარარირარირარო ნარარირაია მადარირო ნარარირარირარო ნარარირაია მადარირო ნარარირარირარო ნარარირარირარო ახაშაკიშვილი ძალიან ნიჭიერი ლოდბარია სიკეთითა და იუმორით სავსე. მახსოვს მართვეში ძალიან პატარა მომიყვანეს. თავიდანვე გამოირჩეოდა ნიჭიერებით, მოწესრიგებული ბავშვი იყო ყოველთვის. ჯერ მშობლებს დაყავდა, მე მარტო დადიოდა, მაგრამ არასოდეს არ ასცემდა გაკვეთილებს, მართვეს რეპეტიციებს. მე თავი გამოიჩინა როგორც სოლისტმა, როგორც ნიჭიერმა მომღერალმა. დაამთავრა მართვეს კურსი წარმატებით, შეიძლება ითქვას, ბევრჯერ იყო უცხოეთში და შემდეგ მუსიკალური ტექნიკუმი დაამთავრა, კონსერვატორია და დაგვიბრუნდა უკვე ლოტბარი, ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში. ზრდის ბავშვებს თვითონ ახლა. ყავს არაჩვეულებრივად კარგი გუნდი ერქვანი. ეს გუნდი წარმატებით გამოდის რესპუბლიკურ დათვალიერებებზე, ფესტივალზე. ჩაიწერა ბევრი სიმღერები, რამდენიმე კომპაქტური დისკი გამოუშვა უკვე. კახა დილიდან გამომდე მოსწავლეთა ფოლკლორის სასახლეშია, ამეცადინებს ბავშვებს. გუნდს რასაკვირველია ერქვანს, მაგრამ გარდა ამისა პატარა ბავშვებს ზრდის ერქვანისათვის. აქვს საკუთარი მეთოდები ბავშვთა აღზრდის და ის პრინციპი, რომ თუ გინდა სიმღერა შეინახო, იგი ბავშვებს უნდა ასწავლო, კახაში გამჯდარია და ფიქრობ, რომ იგი დიდ საქმეს გააკეთებს და ბევრს ძალიან კარგ მომღერალს გაზრდის. Alata sabala
ასა ჩამოვაკიდებ კალათასა ჰეიდა გოგო ერათი გავერაცხი ჩადე მერათი მოგცემს ბარაკასა მოგცემს ბარაკასა ჰეიდა ჩვენ შორი გზიდან მოვსუვართ მოგილოცავთ აღდგომასა ჩვენ შორი გზიდან მოგილოცავთ აღდგომასა ქართული სიმღერა და გალობა უდიდესი განძია და მინდა ვთხოვო ჩვენს ახალგაზრდებს კარგად შეისწავლონ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ამ სურვილს ერქვანის ყველა თაობა ასრულებს. ხალხურ სიმღერებთან ერთად განვითარებული რთული მრავალხმიანობითა და ჰარმონიული თავისებურებებით გამორჩეული საგალობლები შევიდა ერქვანის მეოთხე აუდიო-ვიდეო ალბომში, რომელიც უწმინდესის დაბადებიდან 85 და აღსაყდრებიდან 40 წლის თავს მიეძღვნა. ერქვანის ხელმძღვანელმა გადასცა მის უწმინდესობას ეს ალბომი და ის დღე ანსამბლის 25 წლიან ისტორიაში გამორჩეული იყო. დღეს ერქვანის იუბილეს ყველა თაობა აღნიშნავს. ორი საუკეთესო ბიჭის, გიორგი ჯანელიძისა და ლუკა ხუბულაშვილის გარდა. საგალობლები და ვითარცა მეუფისა და დღეს საღმრთომან მადლმან, რომლებიც ახლა შესრულდება, ამ ბიჭების ნათელ ხსოვნას ეძღვნება.
ამ 25 წლის მანძილზე ერქვანს მრავალი ჯილდო გადაეცა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის. 2013 წელს ანსამბლი პარიზში გამართული კონკურს ფესტივალის ოქროს დიპლომის მფლობელი გახდა. არის საქართველოს საგუნდო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ეროვნული საგუნდო კონკურსების სამგზის გამარჯვებული. გამორჩეული იყო 2018 წლის 7 იანვარს ვილნიუსის საკათედრო ტაძარში გამართული სოლო კონცერტი. ამ 25 წლის მანძილზე ბევრი ასეთი წარმატებული კონცერტი ჰქონდა ანსამბლს. იცვლებიან თაობები, ყალიბდება ტრადიცია, დღეს უკვე ერქვანში გოგონებიც მღერიან. ეს სიახლეა და ახლა თქვენს წინაშე გსურს მოვიწვიოთ ერქვანის პირველი თაობა. 25 წლის წინ ამ ბიჭებმა დაიწყეს ეს ისტორია. ესენი იყვნენ პირველები. დიახ, ეს ისტორია ამ ბიჭების სახელს უკავშირდება. ისტორია სახელად ერქვანი. პირველი თაობა.
სცენაზე ვთხოვთ მარიამ ერქომაიშვილს. მარიამი ერქვანთან ერთად შეასრულებს ვენგარას, მეგრულ ნანას. Skali vardi oceanat
დასასრულს უახლოვდება ჩვენი დღევანდელი კონცერტი. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებით საქართველოს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებას.
მადლობა ქორეოგრაფებს კახა დაშნიანსა და ეკა ჯიქიას, ინსტრუმენტალისტებს ხვიჩა ღვთისიაშვილსა და ალეკო ხიზანიშვილს, მარიამ ერქომაიშვილს, გოგონათა გუნდს ლასკრას და მის ხელმძღვანელს მარინა მუხაშავრიას. მადლობა ერქვანის ყველა თაობას. განსაკუთრებული მადლობა ერქვანის წევრების მშობლებს. და მოდით, ყველამ ერთად ვისურვოთ, რომ ერქვანის მომავალ თაობებსაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის საქართველოს სახელით ეთქვათ, რომ ტრადიციული მრავალხმიანობის კლასიკური ქვეყნის შვილები არიან. Monadrebuli mizis achimia